მოგესალმებით ვიღაც ტელემაყურებლებო, ხიპი დავიდე. ესე იგი ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი ახალი სტუდიიდან და ახალ სტუდიაში რაღაც პატარა ისიც მოვიტანეთ, რა ქვია. დეკორაციის მაგვარი რა. ეს აკითხოს ჯერ. გამარჯობა. როგორ გაგებთ? ხარვით მე? არავინ არ არის? სულზე რაღაცა გაქვთ. ხო, ის ქალბატონი ნაზიც არ არის? არა. კარგი, აქ რო ვიყოთ ხელს ხო არ შეგიშლით? ძანდებოდი. კარგი, დიდი მადლობა. აქ ვიქნებით მაშინ. სად აქ აი აქ ხო? იბათ, სადაც გაგვიხარდება. კარგი, აი აქ. ესე რო ვიყოთ? ბატონო? არა, რაღაც ჯერ არ. ეხლა კაცრავად თუ შეიძლება ჩუმად. ცოტა ხანი შეგაწუხეთ. თვითონ ტელემაყურებლებო ჩვენ დღევანდელ გადაცემა ეძღვნება ძალიან საინტერესო ფაქტს. მაკა ასათიანმა იცით იყიდა ჩვენი ტელეკომპანიის 25% და ამაზე ატყდა ერთი ამბავი. ხო და წავედი ეხლა ჩემს ტელევიზიაში 25% რომ მაკასია იმაში და დავინახე რუსთავი ორის ჟურნალისტი გოგონა, რომელიც კარებთან იდგა მიკროფონით და რაღაცას ელოდებოდა. აი ეს იყო რა. ჩავწერეთ. მადლობას მოუხდი. კარგად ზარდებოდეთ, დიდი მადლობა. ქალბატონი ნაზი მომიკითხეთ. თვითონ ტელემაყურებლებო ჩვენთან მოვიდა რუსთავი ორი იმის გასარკვევად, იყიდა თუ არა მაკა ასათიანმა წილი, რა ხდება საერთოდ მაკა ასათიანის მეუღლე გვაფინანსებს თუ არა და ჩვენ რუსთავი ორი ხო არა ვართ. შემოუშვებთ ეხლა ამ ჟურნალისტს და რასაც უნდა იმას იკითხავს, სადაც უნდა იყოს. გაგრავა გოგონი. ჩვენა ვარ და მოგზადეთ, შემოდით შიგნით. პრობლემა არ არის, წამებით, შემოდით, ვისაც გინდათ, რაც გინდათ ის. ჩანთესავ. ყველაფერი არის და რაც გინდათ. ეხლა დაურეკავს, ალბათ კი კითხავს, რომ შეიძლება თუ არა შევიდეო და თვითონ ტელემაყურებლებო ძალიან დიდი ბჭობა აქვს, თუ ვინ უნდა გამოაგზავნონ. და რა ვიცი, ეხლა ალბათ ეს ჟურნალისტი შემოან დამწმელ ძალას გამოუშვებენ ვიღაც სხვას. თვითონ ტელემაყურებლებო შეცვალე ჟურნალისტი. შენ ახარ დამწმელი ზალა? შევიდე. რუსთავი ორი ვარ. რუსთავი ორი თუ ხარ, ეგ ახარ რა. მე მგონი მიქერი ის არ დაგჭირდებათ რა. მამუკას ჩაწერებინა. დაფუძნებლები აქ არიან, ეკა, ყველანი აქ არიან, შემობრძანდით, ყველაფერი გადაიღეთ რა. სანიშნავი მშვენიერი ძალიან. ხო, დავეთ. ქალბატონი გოქსაძე არის ჟურნალისტი აკრედიტაციის გარეშეა შოუში სტუმრად. აქ ცხელა ამებში? ძალიან. ამაში არ ცხელა, აი ძალიან ცხელა, მაგრამ ამამინდის შევხედვარე, ხაჭი. აი, მომისმინე. შენ ხო ჩვენ დაფუძნებლებს არ ყვევ? ხო და შენი დაფუძნებელი ვინ არის მითხარი? ჩემი დაფუძნებელი, მე ძალიან მარტივად გავიგეთ თქვენი დაფუძნებელი. ამოვიღე საჯარო. ხო, თქვენთან არ ხო და თქვენი არა ისო ოფშორიო და ვინ არის? გარკვია. არა, ვინ არის? მოდი აქ მოდი შეკითხვები და მე ჯერ შეკითხვი ვინ არის თქვენი დაფუძნებელი? შენ მოდი და იქ აქცენ პას. არა, იქ არ მიშვებ თქვენ და. შემოდი, ვინ არ შემოდი? აი, ვიყავი არა, ვიყავი. შენ აი, მორჯანდით. ეკა აკობი არის. აკობია, როგორ არ ვიცი. ხო, მიცეთ რა ჩემი ჩაწერაგინე და გავაგებიეთ აღარ ახტება. ჩემი ოპერატორი შემოდის მაშინ. კი, შემოსულა. ან თავიდანვე იყო შეთანხმება, რომ ჯერ 50%-იანი წილი ერგებოდა გია გაჩეჩილაძეს. შემდეგ გია გაჩეჩილაძე ჩვენთან შეთანხმებით, დამფუძნებლებთან შეთანხმებით 25%, 10% თუ რამცაც მოინდომებდა, გაასხვისებდა. ოღონდ ჩვენთან შეთანხმებით. მაკა ასათიანს ჩვენ ვიცოდით, რომ მაკა ასათიანისთვის აპირებდა წილის მიწევას. ანუ თქვენ წინააღმდეგი არ ყოფილხართ? არა. აქედან გამომდინარე, ალბათ აღარცხო ტელევიზიების მიმართ იქნება რაიმე შეკითხვები, ვინმეს უკან თუ პოლიტიკურ პარტიას ამოიკითხა? საკონტროლო პაკეტი თუ არის დამფუძნებლების ხელში საკონტროლო პაკეტი, ხომ? და გავლენა არ აქვს და ზეწოლა არ არის, მაშინ რა თქმა უნდა არ. ლევანი არის დამფუძნებელი, რაც გინდათ ის კითხეთ. ბატონო ლევან ბოდიშსი. ცოტა უკეთესი. აი ჩვენ არა გვაქვს. აქეთ მოგზავნე. ანუ საქმიანი და პაკეტი წინ მოგზავნე აქ. აი ესე მადლობა. ჩაგვაყენა საქმის კურსში და ჩვენ არ დასულვართ წინააღმდეგი, იმიტომ რომ ის 50% რომელიც მას ჰქონდა, მისი საკუთრება იყო.
არ ფიქრობთ, რომ ქართული პარტიის ინტერესების გავტარებელი ხდება მაესტრო? არ ფიქრობ. თქვენ ფიქრობთ, რომ გახდა? მე ჯერ არ ვიცი, ეს ყველაფერი როგორ იქნება და მაინტერესებს თქვენი აზრი. პოლიტიკური კუთვნილებისგან თავისუფალი როგორ შეიძლება იყოს ტელევიზია, როცა მისი ერთ-ერთი მფლობელი არის პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. მე ვთვლი, რომ ეს ეკრანზე უნდა აისახოს თუ ეს ესე ხდება, მაგრამ იმასაც ვთვლი, რომ ეს ესე არ ხდება. განსხვავებით სხვა ზოგიერთი არხისგან. უხერხულობას არ გიქნით ეს ამბავი. რუსთავიორი უხერხულობაზე რომ ლაპარაკობს. პოლიტიკური პარტიის ერთი ლიდერი ხდება უხერხულობას კი არა, საერთოდ წავალ მე მაესტროდან, თუ ვინმემ დაინახა, რომ მაესტრო გახდა. რუსთავიორი ლაპარაკობს უხერხულობაზე. რუსთავიორი მაესტრო გახდა მიკერძოებული და ტენდენციური არხი. გასაგებია, ნიუაზობა, რამდენიმე კადრს გადავიღებ, თუ დავაცდი შევ. მე რა, დაკასტი რა. რა, მე ვთხოვე დირექციას და მათ თქვეს რომ რა პრობლემაა შემოვიდესო. ეხლა შენ რომ მიშუამდგუნო ეხლავე. კი, მეც მიშუამდგუნო, მამუკაღლონს ჯერ მამუკაღლონიც ჩამაწერინე, იმიტომ რომ მე მინდა რომ ჩაწერინე რა ნიშნავს დამფუძნებლები ჩაგაწერინე. შეხო, ეს ძალიან მეხმარები ყველა. ხო, მე გეხმარები, ოღონდ იგივე მინდა ანალოგიური. დაურეკე რა ტელევიზიაში. არ დავრეკავ, სანამ შენ მამუკაზე არ მეტყვი. მამუკაზე რა გითხრა რა ვიცი. არა, ეხლა ჩვენ წავალ რუსთავიორში, ხო შემოუშვით აქ რა. აი რუსთავიორის კამერაც აქ ჩვენიერი ზნაკი აქვს. მივდივართ ამ ზნაკის ქვეშ. ხო, ტელევიზიაში და მე ვითხოვ სამართლიანობას, როგორც მე შემომიშვეს, როგორც მე ჩვენ შემოუშვით რუსთავიორის ჟურნალისტი, ასევე მაინტერესებს დამფუძნებელი ვინ არის. რუსთავიორში მუშაობ, ხო შენ? ხო მართალი ვიქნები ეხლა იგივე. არა? არ ვიქნები მართალი. ოპერატორო მართალი ვიქნები? კაცურად მითხარი რა. როგორ არა, აი ისე ჯიგრულად რა. გადაღების რეჟიმში არ ეკითხები. ხო შემოგიშვი, რაც გინდათ ის გადაიღე. ანალოგიური იგივე რომ გაგვისწოროთ, ხო მართალი იქნება. მე არ წვიტავ მაგას. ხო, მაგრამ ისე კაცურად რომ მითხრა, აი ისე. ვერ მეტყვი? რატო? თანაბარ პროცესი. მამუშავარობაში ხარ, გასაგებია, მაგრამ რა ხდება, იცი, ჩვენ რუსთავიორი შემოვუშვით ეს. ის ასოცირდება ტელევიზიასთან, მაგრამ მამუკა ნოტის ჩამატერინეო ხა გადაცემისთვისაც წერა ამას. და ჩვენო შეგიშვებთ რუსთავიორში რომ იგივე ვიკითხოთო, ვინ არის თქვენ დამფუძნებელიო და მიეც ინტერვიუ და მე პირობაა რა და მივალ და შევალ რუსთავიორში. დამფუძნებელი ვინ არის? ამბობენ რომ ვანო მერაბიშვილი მართავს თქვენს ტელეკომპანიას, მართალია? თქვენ მიპასუხეთ. მიპასუხეთ და მეც გიპასუხებ. ჩვენი გენერალური დირექტორი არის გოგი გოგო. მე გეკითხებით დამფუძნებლებზე. იცით ვინ არის თქვენი ტელეკომპანიის დამფუძნებელი? ბატონო მამუკა, ამ შემთხვევაში მე ვარ ჟურნალისტი და კითხავს. ამ შემთხვევაში მე ჟურნალისტი ვარ. არ ხარ ჟურნალისტი და ჟურნალისტი ვარ, როგორ გეკადრება? ხარით ინფორმაცია, რომელსაც ვინ არის თქვენი არხის დამფუძნებელი? ჩვენი არხის გენერალური დირექტორი არის გოგი გეგეშიძე. ჩვენი არხის გენერალური დირექტორი არის ბაჩო გიგაბიძე. გავცვალოთ ინფორმაციები. ინფორმაცია რომ მაგ ასაციანმა შეიძინა გია გაჩეჩილაძისგან 25%. ვრცელდება ინფორმაცია რომ ვანო მერაბიშვილს აქვს და მიხეილ სააკაშვილს რუსთავიორის აქციები. ადასტურებთ თქვენ ამ ინფორმაციას. თქვენ გაქვთ ესეთი ინფორმაცია? ეს გავლენას მაესტროს ხო არ მოახდენს რუსთავიორის მუშაობაზე გავლენას ის რომ არ იცით ვინ არის დამფუძნებელი? იქნებ პუტინია. მე ვიცი ვინ არის ჩემი ტელევიზიის ხელმძღვანელი. დამფუძნებელი ვინ არის? იქნებ პუტინია. პუტინი არ არის. რა იცით? რო არ არის პუტინი, სად ნახეთ დოკუმენტები? რა დოკუმენტებზე დარქმნობით მეუბნებით რომ პუტინი არ არის? მე შეკითხვა და თქვენ კითხვას მაინტერესებს რა დოკუმენტებზე დარქმნობით მეუბნებით რომ პუტინი არ არის თქვენი დამფუძნებელი? გავცვალოთ ინფორმაცია. გავცვალოთ. თქვენ ასახელებთ დამფუძნებელს რუსთავიორის, მე ვასახელებ მაესტროს. ბატონო მამუკა. გავცვალოთ ინფორმაცია. მე გითხარით ინფორმაცია, რომელსაც ვთქვათ, ჩვენი არხის გენერალური დირექტორი არის გოგი გეგეშიძე. დამფუძნებელი ვინ არის, ბატონო მარიამ? მე არ მაქვს ინფორმაცია და იქნებ შეგიძლიათ პუტინია, იცით რომ პუტინი არ არის? კი, საიდან იცით რომ პუტინი არ ბატონო არის? მამუკა, მე ვიცი ჩემი რომელ საბუთებში რომ პუტინი არ არის? არა, დამფუძნებელი ვინ არის? რა იცით რომ პუტინი არ არის? მე ვიცი რომ ჩემი რა იცით რომ პუტინი არ არის? მე ვიცი რომ ჩემი არის. ვილბასო ტელემაყურებლებო როგორც ხედავთ რუსთავიორის თანამშრომელმა არ იცის ვინ არის დამფუძნებელი. ჩვენ ვიცით. საკუთარი არხის და აინტერესებს მაესტროს დამფუძნებელი ვინ არის? ვინ არის თქვენი დამფუძნებელი? მე დასამალი არაფერი მაქვს. ვითხარი. რუსთავიორი მოდით კარგად დადექით. ვითხარი. ჩვენი არხის დამფუძნებლები არიან ძველი დამფუძნებლები ვინც იყვნენ, მაკა ასათიანი და გიორგი გაჩეჩილაძე. დასამალი არაფერი მაქვს. დღევანდელი ჩემი რეპორტაჟი დამთავრებულია, ეს იყო ჩემი პირველი, შეიძლება უკანასკნელი რეპორტაჟიც კარგად მზადდებოდეთ. გამარჯობა, როგორ ახარ? თქვენი ჟურნალისტი იყო ჩვენთან მაესტროში მოსული. და შიგნით შევუშვით, გადავაღებინეთ ყველა კითხვა, რაც მას აინტერესებდა დამფუძნებელთან დაკავშირებით, დავასმევინეთ. ეხლა მე მინდა იგივე განვახორციელო, თუ შეიძლება ხელმძღვანელობას რო უთხრათ, გოგსაძე იყო მოსული რა. და პრობლემა არ იქნება არანაირი. მე მგონი დაურეკა კიდევაც ხელმძღვანელობა. ძალიან გთხოვთ რომ დაუკავშირდეთ რა. ვის?
ვინმე ხელმძღვანელობას საინფორმაციო სუფროს ვინც წვეთს მე შემოვალ კამერებით როგორც თქვენმა ჟურნალისტმა დასვა შეკითხვები დამფუძნებლებთან დაკავშირებით იგივე მაინტერესებს მე რა დაურეგეთ იმ ჟურნალისტს საინფორმაციოა ლაფერ შენ ხო არა ხარ შალოა რამიშვილი გამარჯობა გოქსაძემ გააკეთა ინტერვიუ ჩვენთან შემოუშვით მაესტროში პირდაპირ რა სადაც უნდა და იქ გადაიღო ყველაფერი ხო იცი საქმის კურსში ხარ დამფუძნებლებთან დაკავშირებით. ეხა კოლეგიალურად გთხოვთ, იგივე გააკეთეთ და მეც შემომიშვით, რა პრობლემაა რა. გავაღეთ კარები, შემოგიშვით, გადაიღეთ დამფუძნებლებზე. ეხა იგივეს ვაკეთებ მე და კამერების გარეშე რა, თქვენ ხო კამერებით შემოხვედით. რა პრობლემაა რა, ვერ გავიგეთ. რას კი არ გითხოვია კაცო, რა გავუმართოთ ერთმანეთს ხელი და მაინტერესებს სიუჟეტს ვაკეთებ, ვინ არის თქვენი დამფუძნებელი. მე მინდა გავაკეთო ეგეთ სიუჟეტ. პრობლემაა რომ გადავიღო? ან მაშინ გამოვიდეს ვინმე. ლაფერ, შენი დამფუძნებელი ვინ არის? შეგიძლია მითხრა ვინ არის დამფუძნებელი? რესჭი არის, რესჭი წერია ოფშორი და ოფშორში ვინ არიან კონკრეტულად იცი? თქვენი ჟურნალისტი იდგა მაესტროს კიბეებთან და ელოდებოდა ადამიანებს. ჩვენ არა ვართ რუსთავი 2, გაუღეთ კარები, შეუშვი და ვისაც უნდათ იმას კითხეს ეს ამბავი დამფუძნებლებს და შესაბამისად მე იგივე მინდა რომ გავაკეთო რა. ხო, ამიტომ იქნებ შენ უფლებამოსილი ხარ ეს გადაწყვეტო, იქნებ დირექტორს კითხო. ყავა კი მე სადილიც მოვითხოვეთ და არ მოვიდა. რატო დაგენანა სადილი? შემდგე საშვი არა კაცო, მე მაინტერესებს დამფუძნებელი ვინ არის რა. კაი. არ პასუხობ. დამფუძნებელი ვინ არის თქვენ? რის? რუსთავის დამფუძნებელი ვინ არის? აი, მაესტრო ჟურნალისტი იყო მოსული და აი ესე იდგა კარებთან და ელოდებოდა ვიღაცებს დამფუძნებელი ვინ არის, რატო გაყიდეთ? არა ყავს რუსთავის დამფუძნებელი. არა ყავს? ხო. ბოდიში, აცრავად. დიდი ბოდიში. სად იყო? სად წავიდნენ? რუსთავის დამფუძნებელი სად წავიდნენ? არ ყოლია რა. არასოდეს არ არსებობს ხო რუსთავი? აი. ჩვენ ახლა აქ ვიდგებით და გავიგეთ პასუხს კითხვაზე თუ სად არის? უკაცრავად თქვენ რუსთავი 2-ში მუშაობთ? დიახ. დამფუძნებელი ვინ არის თქვენი? არ ვიცი. არ იცით? კარგით. თომა, პრივეტ. რა მოხდა იცი? ვინა გითხრა? თომა, რა მოხდა? იტყვი რა ეს. აი შენ ხო კაცური კაცი ხარ ჟურნალისტი რა. ჩვენთან იყო მოსული გოგონა. სათქვენთან მაესტროში. ტელევიზიების კოლეგიალობიდან გამომდინარე, გარები გაუღებ გოგონა კი. არაო, აფერამ ლამის გამომღლანძღა. არაო, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ არ შემოგიშვებთ. თუ ჩვენ გიშვებთ მაესტრო და პრობლემა არა გვაქვს. ყველა დამფუძნებელს და დირექტორს შევახვედრეთ. არ ჭხუბობ, просто არ მომწონს, როცა აი კოლეგიალობით არ პასუხობენ რა. შემოვიდა ის გოგონა გოქსაძე, გააკეთა ინტერვიუ თავიდან ბოლომდე. იგივე მინდა მეც რა შევიდე და თქვენთან კამერებით ჯიგრულად კითხო ხალხს ვინ არის დამფუძნებელი. აი მაშინ ესე ვიბაზრო ძმაო. მე ლაფერას კითხავ. კითხე და დაგელოდები მაშინ. რა, კაი, შალო. შემიშვით რა პრობლემაა? კითხავ რა, თქვენ როგორც შემოხედით, ისევ კითხავ მე რა. აი, გავატაროთ რა მოდი. გავატაროთ, პრობლემა არ არის. გამარჯობათ. სად არის ჟურნალისტები? შემიშვით რა მე გამაკეთებინე სიუჟეტი. სიუჟეტი გამაკეთებინე, ხალხო. აი სასადილოში. სასადილო უნდა გააკეთო სიუჟეტი. შენ უკამეროთ ხო გიშვებ? არა, უკამეროთ არა. მიყურე რაში იყო საქმე. თქვენი სახელი? ლადო. ლადო, ძვირფასო ლადო, გეტყვი. შენ მეკითხები რუსთავი 2 ფინანსებზე მაესტროსში, ხო? მაკა მოგცა 100-იანი. ორი კამერის ფული მოგცა მაკა 100-იანი. ჩვენმა დამფუძნებელმა. ჩვენ ჟურნალისტები ერთი კამერით დადიან. არა, ბევრი კამერებით, ორი კამერით იყვნენ მოსულები მაესტროში შეუშვით. უკამეროთ შეგზავნა. უკამეროდ რატო? ისინი ხო კამერებით შევიდნენ და სიუჟეტი გააკეთეს. კი, როგორ არა, ამომწურავი პასუხი მიიღეს, ყველა თითქმის ყველა დამფუძნებელს ელაპარაკნენ და იგივე მინდა რა. ხო და ლაპერა მითხრა უარი და ეხლა დირექტორს ველოდები, იქიდან რომ შევიდა. წინა გადაცემაში გადაღებული გვაქვს რა. რუსთავი 2-ში მუშაობ? დამფუძნებელი ვინ არის შენი? ისი დამფუძნებელი. ტელევიზიის დამფუძნებელი ვინ არის? არ იცი ხო? აი. გოგოებო, რუსთავი 2-ში არ მუშაობს, ხო თქვენ? არა. როგორ მივხვდი? როგორ მივხვდი რა. რა თქვენ დირექტორი რა გვარია? მასზე არავინ არის. აქ არ მუშაობ რო იცი? აბა სად მუშაობ? აქ არ მუშაობ? სად მუშაობ? მაესტროს. კუდში? კუჩი? კუდი რა? კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი. რაზე რატო? რაღაც ისეთი გარეგნობა გაქვს. იმას გევარ ვინც დაგიჭირა? ძალიან გავხარ.
კარგად მოიქეც. დედამიჭე? გადაგვიღე კიდე ერთხელ. ნახე რა. ეს რაცია რა გინდა, მართლა მაინტერესებს. რაცია რა გინდა? ეს რა გინდა? ეს გადაცემას ვაკეთებ და შოუს. ავტორი ხარ გადაცემის? რომელი გადაცემის ავტორი ხარ? ეხა შენ ძალიან ჯუნგლებში შემოდიხარ და არ გინდა. ეგეთი ხურო. აი დაჭიქი რა. ხოდა მითხარი. რო დაიწყე 100 რო იტყვი, მეც უნდა თქვა, რომელ გადაცემას აკეთებ. ხვალე ასწავლეთ. მაესტროზე ნახავ ზეგ. ზეგ ნახავ, არც ისე მალე როგორც ხვალ და არც ისე გაჩნია როგორ დაამონტაჟებ. კაი. მაესტროს ახალი დარაცხობები. მაინტერესებს მართლა დამხმარებელი ვინ არის, ხუმრობი გარშე რა. რაში გაიგე? აი მე. პროსტა, აი როგორ თქვენ ჟურნალისტს ხო აინტერესებს? მე არ მაინტერესებს და შენ რატო გაიგე? თქვენ ჟურნალისტს ხო აინტერესებდა ვინ იყო, ვინ გაყიდა წილი და მეც მაინტერესებს რა. შე რა ქვია, სახელი დამოვიწყო. სახელი. შაბარამიშვილი. სახელი? გიორგი, შენ გეგეშიძე ზღოლი ხო ხარ? ფირმას ტელემაყურებლებმა და თავად გეგეშიძე. დირექტორო, ეს არ არის შენი ზღოლი ეს კაცი? ხო ხარ, გეგეშიძე. ხარ? აბა რატო იძახე და არ ვიცი გეგეშიძე ვინ არის? აწყვეტდი? ხუმრობდი? არა რა არის მითხარ? ხარ გეგეშიძე ზღოლი? მითხარი რა? ხარ გეგეშიძე? მითხარ კი მე? ხო და მე რატო მეუნებოდი არ ვიცნობ გეგეშიძეს? მითხარი? გეგეშიძე? ეხა მეკითხებ. არა, გეგეშიძეს ისა რა ქვია, დამფუძნებელი არ აყავსო, მითხარი გეგეშიძე დამფუძნებელია. არ ვიცი ვინ არის დამფუძნებელი და რა. შენი ვისაც გაკავს, ის რომ დამფუძნებელი არის, იცი? წინა გადაცემაზე რა ილაპარაკე? ხო და წინა გადაცემაზე რა ილაპარაკე? ხუსმი, რატო მითხარი გეგეშიძეს არ ვიცნობ? წინა გადაცემაზე რა ილაპარაკე? რატო მითხარ ძვირფასო ტელემაყურებლებო ამ კაცმა რომ არ ვიცნობ გეგეშიძეს? ხო გვაქვს ეს ჩაწერილი? გვაქვს, არ ვიცნობ და. აი, პარტიოსთან კაცს ემსახურები, რა პრობლემაა? მითხარი რა. ო, აქ არის ხო? კი. შენი უფროსი აქ არის? არ ვიცი. როგორ არის ახლა რა არის? რა წესია ეს? ის წესია. ისე როგორი ხაზეინია? კაი. როგორი? აი, მინა რესტორანში ყველგან აი ჩემი ძღოლი არის და მეც ვიძახს ალბათ. მე როგორი ისა ვარ? ხაზეინი. ხო. რესტორნებში რას ვიქარ? არა, რესტორანში რო შედის, ანუ იქ შენ შეყავ ხარ და რაღაც, ხო? პრობლემა არა. მე ხო, არა, მაგარია. კი, აბა რა. აბა ძღოლი რა, ჩემი მეგობარია. ხო ხარ მეგობარი უფრო. მე მეგობარს უთხარი ძმურად, ძმაკაცურად. სამელაპარაკოს რა. გამოვიდეს და ხო შენი მეგობარი. არა. აქ არ არის? შეხვედრებზე. რა მანქანით არის წასული? რა მანქანით არის წასული? სამსახური. და მე შენ რა მანქანაზე ხარ? მე ფეხინდობია. ძღოლი დადის ფეხი, რა მაგარი ძღოლია. აი ეგ არის, აი კაცური კაცი რა, თვითონ რო, აი ძალიან მაგარია. თვითონ რო დაждდება მანქანასთან და წავა და აქ რომ ძღოლს ასვენებს რა. ეგრე ძმაო მე ვერ გავაკეთებ რა. რა გინდა? არაფერი რა, უბრალოდ ლაპარაკი მინდა. რა ლაპარაკი გინდა? ლაპარაკი მინდა ამოჭრა რა. არა, აი ამას დავტოვე. პიროვნება რო? მე ამას დავტოვე. ფერი გაუშვა, თორე გეტყოდი. მითხარი. არ გეტყვი. აი დედა მომიკვდეს. არ გენდობი. დედა მომიკვდეს, ეხა რაღაცა უნდა მითხრა. ბატონი გეგეშიძის ძღოლმა გიორგიმ და მე გავუშვებ ყველაფერს რასაც მეტყვის. მითხარი. სხვა საქმეა რა. ეგ არის რაც უნდა მითხრა? რატო უნდა წავიდე? ჩემი საქმე ეს არის, ხელფას ამაში მიხდიან. ხო, მაშინ შენ ხომ ძღოლობაში გიხდიან ხელფას და მე ამაში მიხდიან. ხო და ეგ არის. აი წავა მე შენ ძღოლს გავესაუბრებ. გაესაუბრე მიდი. მიდი. კამერებით წავიდეთ. აი ისე მიდი. გაიშალა რა. გეგეშიძეს არ ვიცნობ. ძღოლი ყოფილხარ გეგეშიძეს და არ ვიცნობ. შენ ხუმრობდი და ესაც ხუმრობდა რა გინდა? ხო, არა. გეგეშიძე არ არის დირექტორი. მე შენ თქვი. წინა გადაცემაზე არ თქვი? გეგეშიძე როგორ არ მითქვია? კიდე ამოგიღო. ამომიღე. და თუ თქვი? ხმა ხო ჩაიწერე. თუ თქვი მე? მე არ ვკისრულობ. რას იკისრებ? რესტორანს. კაი. გეუნები, აგე სახალხოდ გეუნები. რომელ რესტორანს იკისრებ? რომელს გინდა დაადე ხელი 5 კაციან სუფრავს იკისრებ. 5 კაციანი? ხო, აბა. რას ლაპარაკობ? რა? ბევრი ვართ. მაიცა ვერ გავიგე. სულ 20 კაციან სუფრებზე დადიხარ თუ რა? ორი ოპერატორი დადიხარ. არა, თქვენი სუფრა იქნება. არა, თქვენი სუფრა იქნება რა. ნაკისრი თავანი თქვენი იქნება. მაშინ ჩვენ წამოვალთ 4 და შემარტო? არა, ძმაო, თქვენი ყავით 5-ვე, თქვენ გენაცვალეთ რა. და ჩვენ გადავიხართ. არა, კაცო, ახლა მაგი არ შემეშლება მე. ხო იცი, რა არიცი, გეუნები, აქ არ შემეშლება. გადამიღე, გეგეშიძის ძღოლთან სურათი გადამიღე რა. რა მანქანა ყავთ? Fiat. რა Fiat? Uno? ახლა კაცი, Fiat Uno-ი დადის. არა, ისე რუსთავის დირექტორი რა მანქანით დადის, მაინტერესებს. Fiat-ით? აბა? კუბიკით. კუბიკით? კუბიკი რა არის?
არა, არ თქვენ ვერკვევთ. ხო გყავთ? კუბიკი არა ყავს ჩვენ. კუბიკი რა არის? აბა რა გყავთ? კუბიკი რა არის, ილო? ეს ვინ არის? ეს გრიგოლია? ვინ არის? ძალიან ნაგლად კი შევიდე. ეგრე შედიან ხოლმე რუსთავიურში? მარტო არ შემოვალ ლაფერ, მე მინდა შემოვიდე ისე როგორც თქვენი ჟურნალისტი შემოვიდა, გადაიღო, ისევე მინდა ვკითხო თქვენ ხალხს თქვენი დამფუძნებლების შესახებ. პარიტეტი იქნება ეს ლაფერ, მარტო არ მინდა. ხო. არა, ერთი წუთით რა, ლაფერ. ლაფერას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია და მაქვს უფლება რომ ლაფერა დაუძახო რა. აშკარად მაქვს. ხო მაქვს უფლება რომ ლაფერა დაგიძახო. გამოგესარჩლენ ნაგერაკ და ლაფერ მომისმინე. ხო და რა გინა კამერებით შემომიშვით ახლა რა წესია? კაი, გასაგებია, კაი. არ უნდა. ლაფერას ვიცნობ ბავშვობიდან. უკამეროთ გიშვება. იბერვიზიაში არ ჩემი მიყვანილი. სულ პატარა რო იყო. შალო უკამეროთ გიშვება. უკამერო რატო უნდა შევიდე? ისინი ხო კამერებით შემოუშვით. ვისაც უნდათ, იმას კითხეს, რასაც უნდა. ყველაფერი გადავიღეთ, აქ რას გვინდოდა, ბატონი დირექტორი ძღოლმაც კი არის სადაც დირექტორი და ჩვენ მერე რომ მოვიდეთ რესტორანში როდის მოვიდეთ კაცო? არა, ჯერ ამოიღოთ ჩანაწერი, კაცო. ამოიღო, ხო მიხო. ო, არა, რა თქმა უნდა. აბა, კარგად ჯანდებოდეთ, დიდი მადლობა. ჩვენ შევთანხმდებით, ჩემი ტელეფონი ჩაიწერე, შევთანხმდებით. მოვალ მაშინ და ვიკისრებ, პრობლემა არ არის. კი, გაკ ჩემი ტელეფონი. კი, 0022, ხო თუ რა არის? წავედით, კარგად იყავით, გაიხარეთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დაი, ჩვენ შემთხვევით მივაკვლიეთ რუსთავიორის დირექტორის მანქანას. აი, კუბე, ნისან კუბე. აი, ამით დადის, აი ამ მანქანით დადის ძვირფასო ტელემაყურებლებო, რუსთავიორის დირექტორი. აი, აშკარად. რა კაი კაცი ხარ ბატონო გეგეშიძე რა. ძღოლი აქ ისვენებს, შენ თვითონ დადიხარ, შენიც. შეხვედრებზე ასეთი მანქანა ყავს, სადმე აქ ხო არ არის შეხვედრა ტყეში. აქ აყავს მანქანა გაჩერებული რა, შეხვედრაზეა. შენ თვითონ დადიხარ, ძღოლი აქ არის ძალიან ესეთი მანქანით, პატარა ჯიგრული, თავდაბლური მანქანით დადიხარ. მართლა რა, კაი ტელევიზია. აი ძვირფასო ტელემაყურებლები ესე დამთავრდა ჩემი ამბავი რუსთავიორში, არ შემიშვებს, მაგრამ ჩემ ტელევიზიაში შევდივარ, სადაც მინდა, ეგ ბუნებრივიც არის, რომ ჩემი ტელევიზია, მაესტრო აქ მუშაობს და მეცაც გეტყვით, სხვა ტელევიზიის ხალხსაც უშვებთ. ჩვენ პრობლემა არ აქვს, ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელმა, ვისაც ეს აინტერესებს, იცის თუ ვისია ეს ტელევიზია. აი ხატია, ვისია ჩვენი ტელევიზია, იცი? კი, ტელეკომპანია მაესტროს დააფუძნა რამდენიმე კაცთან შემდგარმა ჯგუფმა. ჩვენ ვიცით თითოეული იმ წევრის ვინაობა, რომელიც შედის ასე ვთქვათ დამფუძნებელთა საბჭოში და ვიცით ასევე ვინ კომპანია, რომელიც მართვის უფლებით სარგებლობს ტელეკომპანიას. მაკ ასათიანმა წილი რო იყიდა ეს? მაკ ასათიანმა წილი რომ იყიდა, ესეც ვიცოდით რა თქმა უნდა. ხო, აი ესეთი ამბებია. ამიტომ ძვირფასო რუსთავი 2. ესე იგი, ანდაზა ეგ როგორ არის ეგ ქართული ხალხური ანდაზა, რაღაც ნაკლებად ხმოვანი ანდაზაა, მაგრამ მოდით რა, ანდაზან გამონახონ. ყველამ თავის ნათესავს მიხედოს, ჩვენი აქციები კარგად აყვავს, ვიცით ვინც არიან და თქვენც უნდა წესით დაფიქრდეთ და ვიკითხოთ რა, ვინ არის თქვენი დამფუძნებელი. ამით ჩვენი აკრედიტაციის გარეშე თავდება, ხატიას ხელს არ შეუშლი და მომავალ ორშაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.